بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله وبركاته. وأجزلت خير إن شاء الله سنبي تعوي إتخاط ما يقصد لك مشهود حديث أو حديث قويلت. ميوس حديثي عن أبي إسحاق سعيد بن أبي وقاص ما قد كارو جاءني رسول الله صلى الله عليه وسلم كمت مويدا وشمول صلى الله عليه وسلم يعودني عام حجة الوداع امتلس عنو زيارتي قامقتا كمت مويدا روس عنو بولو حجي عنو بولو حج روس يقوم ميسي بولو حجي من وجع اشتد بي إمز قامرو مي قاوختي زهان تودتو زهان ديدي زميل دعوة بكوندا فقلت دميوتكي يا رسول الله إيه الله شمولو إني قد بلغ بي من الوجع ما ترى شين خدورا عنو رادغش تشاور ديوم ميو وأنا ذو مال ولا يرثني إلا ابنة لي دمي ماوكس زان ديدي كونبا ماغرم قوس خولوت ارتي كارليشويلي أنو შთამომავლობა კი არ აქვს მაგას ვინც იღებს ფულს სიკვდილის მერე რა ქვია მაგას მემკვიდრე ხო მე მყავს მემკვიდრე მხოლოდ ერთი ქალიშვილი აფა ათასადაყო ბითულუთი მალი შემიძლია მე სადახა გავაკეთო ანუ სამი ნაწილიდან ორი ნაწილი სადახა გავაკეთო ყალა მაგან თქვა არა ყულთუ მე ვთქვი ფაშატრუ ია რასულულlah ნახევარი შეიძლება სადახა მივცეო ელაჰ შუმავალო მაგან თქვა ლა ყულთუ ისევ თქვა فالثلث მესამე ნაწილი ე რასულულlah قال الثلث والثلث كثير მესამე ნაწილი შეიძლება მაგრამ ეგაც არის ბევრიო أو كبير إنك أن تذر ورثتك أغنياء خير من أن تذرهم عالة يتكففون الناس შენ რომ დატო შენი მემკვიდრეები ანუ მდიდრებად შენი სიკვდილის მერე უკეთესია მაგათვის ვიდრე დატო ისინი ღარიბებად და მაგ დროს თხოვენ რაღაცას ხალხისგან وإنك لن تنفق نفقة تبتغي بها وجه الله إلا أجرت عليها და ნებისმიერ ნაფაყა ან სადაყა ნაფაყას შედი ყველაფერი ძმებო თუ შენ მაგას იზაო ალლაჰის ხატრისთვის და გინდა ალლაჰის სახის ნახვა ანუ ჯანნატში შენ აუცილებლად გექნება მაგის გამო აჯრი გექნება მადლი حتى ما تجعل في امرأتك ის ლუკმას ანუ საჭმელი რასაც შენ ჩადებ შენი ცოლის პირში قال فقلت და მე ვთქვი يا رسول الله اي الله შუმავალო أخلف بعد أصحابي ანუ მე ჩემ მოწაფე ანუ ჩემ მეგობრებს დავტოვებო ანუ ეს საჰაბა იყო მაგ დროს მექაში სანამ გადავიდნენ სანამ ჰიჯს გაკეთებდნენ მაგას უნდა ანუ ინერიულო რომ შეიძლება ჰიჯს ვეგაკეთებ ზანავად იყო და თქვა რომ მე ანუ უკან დავჩები ჩემი მეგობრების უკან ან საჰაბების უკან და შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა إنك لن تخلف فتعمل عملا تبتغي به وجه الله إلا ازددت به درجة ورفعة نبسمير ساكمس შენ უკან არ დარჩები და ნებისმიერ საქმეს როცა გაკეთებ შენ ალლაჰის ხატრისთვის აუცილებლად შენ მოგემატება დარაჯათი ან შენი დონე აიწევა ولعلك أن تخلف حتى ينتفع بك أقوام ويضر بك آخرون და შეიძლება რომ შენ დარჩები კაი ხანი კიდე იცხოვრებო რომ ბევრი ხალხი შენსგან მიიღებს ხეირს და ბევრი ხალხი შენსგან მიიღებს ზიანს Allahumma amdi li ashabi hijratahum ღმერთო ჩემო ანუ შომავრას ალსამ იძახის რომ ანუ გავადვირე ჩემი საჰაბებისთვის ჰიჯრა ანუ ბოლომდე შეასრულე მაგათ ჰიჯრა მედინაში ولا تردهم على عقابهم და ნუ გაკეთებ ისე რომ ისინი დარჩენ ანუ წინარ წავიდნენ لكن البائس سعد بن خولة მაგრამ შუმავა სალალაჰუ ნერვიულობდა იმ საჰაბაზე რომელიც მოკვდა მექაში ვერ გაკეთა ჰიჯრა მაგას ირქვა سعد بن خولة يرثي له رسول الله صلى الله عليه وسلم أن مات بمكة ანუ ინერვიულა იმაზე რომ ანუ წუხარება გამოიწვია რომ მოკვდა მექაში ეხა შეიხი იწყებს შარჰს ამ ჰადისის შარჰს قال المؤلف رحمه الله تعالى أوتر مع إمام نووي متقوى فيما نقله عن سعد بن أبي وقاص حديث رمز قدم سعد بن أبي وقاص رضي الله عنه أن النبي صلى الله عليه وسلم جاءه يعوده في مرض ألم به رم شمام صلى الله عليه وسلم مويدا ما قصنا زيارات قوقتها إمدروس وسيقود زان أوات دم ما قص قمان كنا ديديت كي ويلبي وذلك في مكة دا إسيقو مكاشي زيارة قوقتها مكاشي وكان سعد بن أبي وقاص رضي الله عنه من المهاجرين الذين هاجروا من مكة إلى المدينة دا سعد بن أبي وقاص إخو إس
საჰაბა მუჰაჯირებისგან, რომელიც გაკეთა ჰიჯრა მექიდან მედინაში. فَتَرَكُوا بَلَدَهُمْ لِلَّهِ عَزَّ وَجَلَّ თავის ქვეყანა დატოვეს ალლაჰის ხათრისთვის عَزَّ وَجَلَّ. وَكَانَ مِنْ عَادَةِ النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنَّهُ يَعُودُ الْمَرْضَى مِنْ أَصْحَابِهِ და შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მისი ჩვევებიდან იყო ის, რომ ანუ მონახულობდა თავის ავადმყოფ საჰაბებს. كما أنه يزور من يزور منهم და ასევე სხვა საჰაბებსაც ზიარათს უგეთებდა. لأنه صلى الله عليه وسلم كان أحسن الناس خلقا იმიტომ რომ შუმავა صلى الله عليه وسلم იყო საუკეთესო ადამიანი ანუ თვისებებით ზნეობებით على أنه الإمام المتبوع და ის იყო იმამი რომელსაც მიყვებიან صلوات الله وسلامه عليه. كان من أحسن الناس خلقا იყო საუკეთესო ადამიანი ხულუყით ანუ ახლაყით وألينهم بأصحابه და ყველაზე რბილი იყო თავის საჰაბების მიმართ وأشدهم تحببا إليهم და ყველაზე დიდი სიყვარული ჰქონდა მაგას თავის საჰაბების მიმართ. فجاءه يعوده მოვიდა მაგასთან საად იბნ აბი ვაყასთან და ზიარათი გაუკეთა და მაგან თქვა يا رسول الله ey Allah შომავალო إني قد بلغ بي من الوجع ما ترى შენ ხედავ რომ რა დღეში ვარო أي أصاب الوجع العظيم الكبير أنه ما شيخ زان ديدي وبدوربا عن ديدي دعوادبا وأنا ذو مال كثير أو كبير تم مقصود زان ديدي أنه كونبا أن عنده مال كبيرا ولا يرثني إلا ابنة لي تشمي من قدري أرث خلود ارتي غوغو أفأتصدق بثلث مالي أنه استصحابه يكتبوا دشوما صلى الله عليه وسلم شيء لبا غوا صدقة أنه مسامين تريدنا أوريتو صدقة ميوت دشوما صلى الله عليه وسلم تقول لا أرى قلت الشطر ميوتكوي نخواريو يا الله شوما ولو شوما صلى الله عليه وسلم تقول لا قلت بالثلث أنه مسامين تريدني قال دمانتوا الثلث والثلث كثير مسامين تريدني مقام إجاساري بيوري ما الشيخ يزخيس قوله أفأتصدق ميوسي صدقة أي أعطيه صدقة أو ميوسي رغوز صدقة فمنع النبي صلى الله عليه وسلم من ذلك شو ماما صلى الله عليه وسلم ماكس إس أو غزلا لأن سعدا في تلك الحال يميتون صحابة سعد بن وقاص مقدروس كان مريضا مرضا يخشى منه الموت إيقو إسيتي أود قبوباشي رو شيلبا مقداريقو فلذلك منعه رسول الله صلى الله عليه وسلم أن يتصدق بأكثر من الثلث ما قدم شمامة صلى الله عليه وسلم أو زلم صحابة سرم مسامي أنو سامي نزليدا أوري ميتسا رغوت صدقة لأن المريض مرض الموت المخوف إميتورو آدمياني روميلي سالس أوات إسيتي أوات قبوبت رومي شيلبا مقدس لا يجوز أن يتصدق بأكثر من الثلث ما صار شوزلي روم صدقة قاكتوس مسامي نزلزي وبرمتات لأن ماله قد تعلق به حق الغير إميتورو شيلبا ميسي كونبا ميس كونبا زاوكس حقيس خو آدمياني رغوت ميمكودريبس وهم الورثة ميمكودريبي أما من كان صحيحا ليس فيه مرض ما قامت ساريس كارغت أنا جامتلا دارانر دوادي بمساراوكس أو فيه مرض يسير أنا أريس سوستي دا أنا سوست أريس زان سوستي داوادبا لا يخشى منه الموت سدس أنه أرميولو دبا سيكتيلس فله أن يتصدق بما شاء ما قاشيوز نبيس ميري صدقة ميسس أن رمديني سنة صدقة ميسس بالثلث أو بالنصف أو بالثلثين أنه شلبا سامي نزلي دام أوري ميسس أن خواري أن مسامي نزلي أو بماله كله أن شلبا بثريانة تاويس بولي ميسس رغور صدقة لا حرج عليه ما قاشي بروبليما أراليس لكن مغرم لا ينبغي أن يتصدق بماله كله إلا إن كان عنده شيئا يعرف أنه سوف يستغنى به عن عباد الله مغرم روسا صدقة أزليوس وندا غايت واليستنوس إسروم إسي وندا ميسي صدقة روم ميري أرستخوس خالص أنو بولي ميري أنو مدخواري أرغختس المهم أن رسول الله صلى الله عليه وسلم منعه أن يتصدق بما زاد عن الثلث توار إسا رسولم شمام صلى الله عليه وسلم مغاس أوغ زالا صدقيس ميسما راسيخو ميسامي نتلزي وبرمتي وقال دمغان الثلث والثلث كثير أو كبير ميسامي نتلزي مغرا ميغاس هاريس بيوريو وفي هذا دليل على أنه إذا نقص عن الثلث فهو أحسن دماغ شاريس دليل روم صدامياني ميسس أنو ميسامي نتلزي أوبرو صوتا ميسس صدقة إساريس أوبرو وكتسي ولهذا قال ابن عباس لما قيتم ابن عباس رضي الله عنهم لو أن الناس غدوا من الثلث إلى الربع روم خلقي أنو مسامي نتليتنا غداويت ميوتخي نتلزي لأن النبي صلى الله عليه وسلم قال ما إمتورون شمام صلى الله عليه وسلم الثلث والثلث كثير مسامي نتلي دمس إيجا ساريس بيوري أنو ابن عباس يزختارو وكتسيا ميوتخي نتلي ميسس هداميان تاوي صدقيزان تاويس كونيبيزغان وقال أبو بكر رضي الله عنه أبو بكر كيتكوا
რადიალლაჰუ ანჰუ. აბუ ბაკრის სახელი რა იყო? ვის ახსოვს? აბდულლა. მაგან თქვა არდამა რადიალლაჰუ ლინაფსიჰი მე ანუ გმაყოფილი იმით რისიც ალლაჰი არის გმაყოფილი. يعني الخمس ანუ მეხუთე ნაწილი. فأوصى بالخمس رضي الله عنه. და აბუ ბაკრი თქვა რომ ჯობია ანუ მეხუთე ნაწილი მივცეთ სადაყა თავისი كونبيزغان وبهذا نعرف أن العمل الناس اليوم شيخ يزخس روم أمي تشوف خدوت روم تغيون ديلي ساكمي بخلق تغيون ديلي مكمد بخلقيس وكانهم يوصون بالثلث رسا مسام نازل سانو أزلوي صدقس خلاف الأولى إساري إتنام ديجبا رساساري وكتسيانو بيرل مومنتس وإن كان هو جائزا روم سيقوس دشوبولي لكن الأفضل أن يكون أدنى من الثلث مغرم أبرو كتسيا روم صدقة يخص مسام نازل أبرو صدا إما الربع أو الخمس أن موت نازلي أن مخوته قال فقهاؤنا رحمهم الله والأفضل أن يوصي بالخمس علم بفقهاء بتكسرو وبروم جوبيسيرو مخوت نازلي ميس ساداميان ما تاويس كونيبا صدقتي لا يزيد عليه دماغس أرموماتوس اقتداء بأبي بكر الصديق رضي الله عنه იმიდორომ მიყვება ამით აბუ ბაკრ ასიდიqs რადიალლაჰუ ანჰუ და აბუ ბაკრ ასიდიqი იყო ყველაზე საუკეთესო საჰაბა როგორც ცნობილი და ყველაზე კარგად იგებდა ისლამს საჰაბებისგან. ثم قال رسول الله صلى الله عليه وسلم ميري شو ماما صلى الله عليه وسلم تقول إنك إن تذر ورثتك أغنياء خير من أن تذرهم عالة يتكففون الناس شنرم داتو وشيني أوجاخي شان شيني ميونكو دريبي ديدرات وكتسيا ماغاتويس ويدري شن داتو إساني غريبي بات دا أميس ميري خالص تخوين بولس أي كونك تبقى المال ولا تتصدق به حتى إذا مت وورثه الورثة صاروا أغنياء به هذا خير من أن تذرهم عالة. شيخي جبستك لا تترك لهم شيئا يتكففون الناس أي يسألون الناس بأكفف أعطونا أنا شيخي زخسرم إسرت زان صدي روس أدمياني عربي سروتو يستويس ميمكو دريبس تاوي شويلبس داس شمدك تماجيس مري إس خالخي أميس ميمكو دريبي ستخوين خالص موجود بولي دايس أنا زانبير ستخوين خالص. وفي هذا دليل على أن الميت إذا خلف مالا للورثة فإن ذلك خير لهم. أكيد قام ديرنا chance تروم روسا أدمياني უტოვებს თავის მემკვიდრეებს ფულს ეს არის უკეთესი მისთვის ანუ ვისთვის უფრო არა არის უკეთესი იმისთვის ვინც აკეთებს სადაყას მაგაზე არის საუბარი ახლა لا يظن الإنسان أنه إذا خلف المال وورث منه قهرا عليه أنه لا أجر له في ذلك ნუეგონოს ხალხო რომს მაგალითად თავის მემკვიდრეებს დაუტოვოს ფულიო ანუ ისედაც ხო დარჩება მაგათ ფული ხო ნუეგონოს ხალხო მაგის გამო აჯრს არ მიიღებს მაგის გამო მაინც მიიღებს აჯრს ლალ ბალ ლაჰუ აჯრ არა პირიქით მაგას ექნება მადლი حتى إن رسول الله عليه الصلاة والسلام قال شوما صلى الله عليه وسلم თქვა إنك إن تذر ورثتك أغنياء خير من أن تذرهم عالة შენ რომ დატოვო შენი მემკვიდრეები დიდრად უკეთესია ვიდრე დატოვო ისინი ღარიბებად لأنك إذا تركت المال للورثة انتفعوا به وهم أقارب შენ თუ დატოვო შენი ხალხისთვის ანუ შენი ახლობლებისთვის ნათესავებისთვის ამ ფულის და ისინი არიან შენი ახლო ხალხი ეს არის და მაგის გამო ანუ ის ხალხი ხერს მიიღებს وإن تصدقت به انتفع به الأباعد და თუ სადაყას მისცემ ანუ შორეული ხალხი მიიღებს ხერს والصدقة على القريب أفضل من الصدقة على البعيد და სადაყა ახლო ადამიანისთვის არის უკეთესი ვიდრე სადაყა ანუ შორი ადამიანისთვის لأن صدقة على القريب صدقة وسيلة იმიტომ რომ სადაყა შენ ნათესავისთვის ან ახლო ადამიანისთვის არის სადაყა და არის ასევე ნათესაობრივი კავშირის გამაგრება ثم قال და მერე თქვა إنك لن تنفق نفقة تبتغي بها وجه الله إلا أجرت عليها حتى ما تجعله في امرأتك და შენ ნებისმიერ სადაყას თუ მისცემ და მაგის გამო მოგინდება ალლაჰის გამოყოფილება აუცილებლად გექნება მადლი ანუ აჯრი გექნება დაჟე ანუ ის რასაც შენ ის ანუ საჭმის ლუკმას რომელიც შენ ჩადებ შენი ცოლის პირში يقول მაგან ამბობს შეიხი იძახის لن تنفق نفقة ანუ ნებისმიერ სადაყა ნებისმიერი ანუ სადაყა أي لن تنفق مالا دراهم أو دنانير أو ثيابا أو فرشا أو طعاما أو غير ذلك تبتغي به وجه الله إلا أجرت عليه نبيسمي رام شلبا يقص شلبا بولي يقص شلبا تاساسمدي يقص شلبا يقص أوجي يقص نبيسمي رام توميت الله خاطريستويس شيء يكنبا ماغيستويس مادلي
الشاهد من هذا قوله تاول مومنت ميسي سيتقوبيزغان تبتغي به وجه الله شين كيندا الله خيس ساخي أن الله خيس خاطريستويس أي تقصد به وجه الله عز وجل يعني تقصد به أن تصل إلى الجنة أمي شين كيندا روم ساموتخيشي مخته حتى ترى وجه الله عز وجل روم ناخو الله خيس ساخي عز وجل لأن أهل الجنة إميتورم الجنة خالقي ميت مخته ساموتخيشي جعلني الله وإياكم منهم شيخ إذا دواساك يتبسروم اللهم مي دتكوين قدوس ماغا شوريس آمين يرون الله سبحانه وتعالى إسانيد أوتسلبت دايناخوين الله عز وجل وينظرون إليه عيانا بأبصارهم دا ناخوين تاويسي توالبت الله ناخوين كما يرون الشمس صحوا ليس دونها سحاب رغوس خداوين خاند خمزيس روس أراريس أرانايل غروب لبي وكما يرون القمر ليلة البدر دروس خداوين تواريس أنو كليان تواريس يعني أنهم يرون ذلك حقا أنو شيخ يزاكيسروم سينام دوريش ناخوين غميرس رغوت سيخا تشوين خيداز ميبو إتمانيس اللهم كان خلص ما رشوريس آمين حتى ما دمير شمال صلى الله عليه وسلم إزاخيس حتى ما تجعله في امرأتك إس لقمة رومي شين شاد بشين توليس بيرشي حتى اللقمة التي تطعمها امرأتك تؤجر عليها إذا قصدت بها وجه الله إس لقمة بوليس رومي شين أجمع شين ميوغليس და მაგ დროს შენ გინდა ალლაჰის ხათრის მაგას აკეთებ, შენ მაგისთვისაც გექნება მადლი. მა ანა الانفاق على زوجة امر واجب. მიუხედავად იმისა, რომ ცოლის, ანუ მიხედვა, რომ შენ ცოლს აჭამო, ეს არის აუცილებელი საქმე. لولا تنفق لقالت انفق او طلق. შენ თუ შენ ცოლისთვის არ გაკეთებ ნაფაყას, ანუ არ მიხედავ შენ ცოლს აკუპლებო რო თქვას, ან მომხედე, ანუ მაჭამე და ჩამოსი და ასე შემდეგ, ან ტალაყი მომეცი, ან დამშორდიო. ومع هذا إذا أنفقت على زوجتك تريد به وجه الله أجرك الله على ذلك. მიუხედავად იმისა, შენ თუ აკეთებ მაგას ალლაჰის ხათრისთვის, ანუ აჭმევ შენ ცოლს შენს მეუღლე ალლაჰის ხათრისთვის, მაგის გამო შენ გექნება აჯრი. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰადისი. რომს მამაკაცი ისედაც თავისი ისეთი ბუნება აქვს მამაკაცს, რომ ესმის იცის რომ უნდა აჭამოს თავისი ცოლი თავისი ბავშვებიც, უნდა მიხედოს მაგას. მაგრამ თუ დავამატეთ მაგას ალლაჰის ხათრისთვის, მაგის გამო ჩვენ მივიღებთ უკრას აჯრს მივიღებთ. ასევე ძმებო ნებისმიერ საქმეებში მუბაჰი საქმეები, როგორია მუბაჰი საქმე? როგორია მაგალითად რომელი საქმე? მაგალითად. ჰა? ფეხბურთის თამაში. მოდით ხო მაგალითი მოვიტანოთ. რაღაცა ჭამე. ან წყალი დალია, ხო? ან ვარჯიში გიყვარს, ხო? როგორ შეიძლება გახადო შენი ვარჯიში მადრიანი საქმე? ნიათი ალლაჰის ხათრისთვის. შენ რა ვარჯიშობ? ალლაჰის ხათრისთვის რომ ჯანზე იყო, რომ უფრო ადვილად ეთაყვანო ალლაჰს. გიქნება ვარჯიშის გამო მადრის გიქნება, ხო? ბატონო? ხო, მაგალითად დაეხმარო მუსლიმებს. რომს დაჟე არა მუსლიმებსაც დავათი გააკეთო მაგალითად. სიტყვაზე მეზობელს უნდა რაღაცა მძიმე რაღაცა აწევა, ხო? და შენ ალლაჰის ხათრისთვის დაეხმარე. გააქვს მაგისთვის მადლი. და ასე შემდეგ. შეიხ იზახის ეხლა იტყვის, კაი. ან დავამთავრეთ მეშვიდე ჰადისი, ეხლა ჩვენ დავიწყეთ მეორე ჰადისს.